სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. შეგვეციოს ამ დღის მადლი, კვირა დღის მადლი და მოგვანიჭოს უფალმა ძალა, რომ მისკენ მიმავალ გზაზე ვიდგეთ ბოლო ამოსუნთქვამდე, ესე იგი. ჩვენ დღეს სახარებაში მოვისმინეთ ნეტარებების შესახებ, რომელი ნეტარებებით ყველა წირვაზე იგალობება მორწმუნე ადამიანები, ყველა წირვაზე უსმენენ ამას და ეს არის მართლაც როგორც შეიძლება ითქვას, ძველ აღთქმაში რომ 10 მცნება არის, დაახლოებით ასე არის ახალ აღთქმაში ეს 9 ნეტარება და ამას თავისი თანმიმდევრობა აქვს, ესე იგი, შემთხვევით კი არ არის ისე დალაგებული, როგორც არის. პირველი არის, რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არის სასუფეველი ცათა. ანუ სულით გლახაკი ადამიანი არის თავმდაბალი ადამიანი. როგორც ხორციელად გლახაკი ადამიანი არის ის, ვინც იცის, რომ მას თუ ვინმე შემწეობა არ აღმოუჩინა, ის უძლურია და ესე იგი არაფრის მქონე. ასევე სულით გლახაკმა იცის, რომ თუ ღვთისაგან მან შეწევნა არ მიიღო, ის არაფრის მაქნიში არ არის. და თუ რამე გამოდის მისი ხელიდან, ეგ ღვთის დიდი წყალობაა. და რაც უფრო დიდხანს დარჩება ის ღმერთთან და ღმერთთან დარჩება იმ შემთხვევაში თუ ამ შეგნებით იქნება, რომ ღვთისგან არის ყოველი სიკეთე. და რაც უფრო დიდხანს დარჩება ღმერთთან, მით უფრო დიდხანს გამოიღებს ნაყოფს. ისევე როგორც იოანეს სახარების მე-15 თავში მაცხოვარი ჩვენ სწორედ ამაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ როგორცო ვაზის ნასხლებს არ შეუძლია თავისით ნაყოფის გამოღება, ისევე თქვენც ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. შოთა რუსთაველიც ამბობს, რაც ღმერთს არ ასწადდეს, არა საქმე არ იქნებისოდა. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, რომ ან ღმერთის ხელში ვიყოთ, ან ღმერთთან ვიყოთ, ან ეშმაკის საქმე ვაკეთოთ. შუალედური საქმე არ არსებობს. ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება არ არსებობს, ეს თავისმოტყუება. თან ღმერთთან იყო და თან ეშმაკის საქმეც არ გეთმობოდეს, ეგეთი არ არსებობს. თუ დავაკვირდებით, ნათლობის საიდუმლო რო აღსრულდება. იქ პრინციპულად არის ეს მოთხოვნილი, რომ უნდა თქვა, განვეშორები ეშმაკს და ყველა მის საქმეს და ყველა მის ცოდვას, ყველა მის ურჯულოებას და შეუდგები ქრისტეს. მორჩა. ეს არის მეტი სხვა შუალედური გზა არ არსებობს. უნდა ერთხელ და სამუდამოდ თავის გონებაში გადაწყვიტოს ადამიანმა, რომ მიატოვებს ბოროტ საქმეებს და შეუდგება ქრისტეს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვას აღარ ჩაიდენს. ეს გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეიდან უცოდელი უნდა იყოს. მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ ის ეცდება თუ რამე შესწოდა, მაშინვე გაემიჯნოს ამას ახსარებით. მაშინვე დაადასტუროს ღვთის წინაშე აღიაროს, რომ უფალო, მე ამითი შევცოდა და მე მაწუხებს ეს და მე მინდა რომ ამ ცოდვას გავემიჯნო. ესე იგი არ არის ეს ჩემი. მე მძულს ეს ცოდვა. ეს არის სწორედ აღსარება. ადამიანი, როდესაც ესე იგი ღმერთზე მინდობილი არის, ღმერთი მას ბევრ რამეს გააკეთებინებს. ჯერ ცოტას გააკეთებინებს, მერე უფრო მეტს გააკეთებინებს. იმაში თუ ერთგული აღმოჩნდა, კიდევ უფრო მეტს მიანდობს და ასე შემდეგ. მეორე ნეტარება ეს არის მონანული ადამიანს ეხება. ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინით ცემულ იქნა. ადამიანი, რომელიც ნანობს თავის შეცოდებას, ის ღვთისგან იქნება ნუგეშცემული, რომელიც ნანობს და ყველა ადამიანს აქვს ამის საფუძველი, რომ შეინანოს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. და შემდგომ ნეტარიყვნენ 7 რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. შეიგი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც
საკუთარ ცოდვას ნანობს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია რაიმე აკეთოს, ესეთი ადამიანი მშვიდად არის, იმიტომ რომ იცის, რომ ღმერთის ხელში. აი ბავშვი, რომელმაც იცის, რომ დედა და მამა თავს დასტრიალებენ და დახურებენ და ყველგან იციან მისი ადგილსამყოფელი, მისი გასაჭირი თუ სხვა, ესეთი ბავშვი მშვიდად არის. მაგრამ თუ დედა და მამა დაკარგა თვალსაჭიერიდან, ის უკვე იბნევა. ის უკვე ფიქრობს, რომ რაღაცა პრობლემაა, ხო ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ხალხ მრავალ ადგილზე დაკარგულა ბავშვი. მერე დაუწყია ტირილი, მერე გამოუძიებიათ, ვინ არის ამის შოფელი, გამოუცხადებიათ, რომ ეს ბავშვი აქ არის, დაიკარგა, უპოვია შობელს და ცრემლით შემშრალა. ადამიანიც ესე, სანამ ღმერთთან არის, მშვიდად არის. და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ღმერთი დავკარგეთ, არის სწორედ ის, რომ ჩვენში ეს ფოთი შემოდის, ნერვიულობა, გაურკვევლობა, რაღაცა შიში შემოდის ადამიანში. ეგ იმის ნიშანია, რომ ადამიანმა ღმერთი დაკარგა. როდესაც ადამიანი ღმერთს კვლავ ხელს ჩაჭიდებს, ის კვლავ დამშვიდდება. კვლავ ყველაფერს უპოვის თავსა და ბოლოს, გამოსავალს უპოვის, ესე იგი. ღმერთის გარეშე კი პატარა პრობლემა შეიძლება ადამიანისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდეს. და ასე შემდეგ ეს გრძელდება ეს ნეტარებები და ბოლოს თქვენ გახსოვთ როგორ არის. ნეტარი იყვნეთო რაჟამს გდევნიდან და ყვედრიდან და თქვენ ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენ და მომართ სიწრუით ჩემთვის, ანუ რასაც თქვენს მიმართ იტყვიან ბოროტს ჩემს გამო, იმიტომ რომ თქვენ ქრისტიანები ხართ, იმიტომ კი არა რომ თქვენ რამე დააშავეთ და უღირსად მოიქეცით და ამიტომ იტყვიან, მაგ დროს კი არა ხარ ნეტარი და ბედნიერი. არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სიწმინდით იცხოვრო, თავმდაბლობით სიყვარულით და მაგ დროს შენზე ამბობენ რაღაცას, ესე იგი შენ ბედნიერი ხარ. მაგრამ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ეს ნეტარებები ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული, ესე იგი ჯაჭვივით არის. თუ სადღაც რომელიმე რგოლი ჩაწყდა, მაშინ ის უკვე ვეღარ გამოიღებს იმ შედეგს. თუ ადამიანი არ ნანობს ცოდვას, თუ ადამიანი სიმართლეს, აი მეოთხე ნეტარება როგორ ამბობს, ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განსხვავ. ანუ ადამიანს აი წარმოედგინეთ შიმშილი რატომ მოიტანა უფალმა ამის აღნიშნელად, იმდენად უყვარს სიმართლე, რომ აი ხშირ წყურვალი რო არის ადამიანი. და ის საკვები რო ესე ენატრება, ესე იგი. აი ზუსტად ეგრე თუ ადამიანი არის დამოკიდებულება აქვს ესეთი სიმართლის მიმართ, რომ სიმართლე თქვას. ოღონდ სიმართლე ის კი არა, რომ დაუშვათ მეზობელი ლოთობს და ახლა ეს გამოვიდეს და თქვას, რომ მე ლოთი მეზობელი ვარ. ეგეც სიმართლე იქნება. მაგრამ მაგ სიმართლეზე კი არა ლაპარაკი. აქ იმ სიმართლეზეა ლაპარაკი, რომ სიმართლის გამო, იმ სიმართლის თქმის გამო შენ შეიძლება წინ რაღაც განსაცდელი გელოდება და აბა იტყვი თუ არ იტყვი იმ სიმართლის. ადამიანებს აი მოწამეობრივ აღსასრულზე რომ მიდიოდნენ, უნდა ეთქვათ ჭეშმარიტება დაემოწმებინათ. და აი მაგ სიმართლეზეა ლაპარაკი. სადღაც ესე იგი შენ შეიძლება სიმართლის მხარეზე დგომა, სუსტი ადამიანის მხარეზე დგომას ნიშნავდეს იმ გარკვეულ მომენტში. და იქ სხვა მხარე ძლიერი იყოს ვიღაცა. მაგრამ აი იქ რო იტყვი სიმართლეს, ეგ არის ზუსტად, რომ სიმართლე რო ხშია და წყურია და რატო ანათქვამი, რომ ესეთები გაძღებიან, იმიტომ რომ სასუფეველი სიმართლისეულია, იქ დაკურდება ადამიანი. მაგრამ თუ ადამიანი სიცრუეს შეიყვარებს, ის ვერ დაკურდება, რა თქმა უნდა. სასუფეველში სიცრუე არ არის, იქ სიმართლეა და ჭეშმარიტება. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხირო. წმინდანი გულითა რას ნიშნავს? გულით წმინდა ადამიანი არ ნიშნავს ზნეობრივ ადამიანს, ეთიკურ ადამიანს არ ნიშნავს. არამედ ამასაც ნიშნავს და უფრო მეტსაც. ზნეობრივი ადამიანი შეიძლება გარეგნულად ძალიან მოწესრიგებულია, თავაზიანია, სიტყვა-პასუხით დაალაგებული და დავარცხნილია, მაგრამ გულში ისეთ რაღაცებს ფიქრობს, რომ ყურით არ მოისმინება.
გულით წმინდა ადამიანი არის ის, რომელიც არავისზე არ გაიფიქრებს იმას, რაც საკუთარ თავზე არ მოეწონებოდა. ეგ არის მაჩვენებელი. თუ მაგას ასრულებს ადამიანი, ესე იგი ცდილობს, თუ ამას ცდილობს უпростоრად, თორე ამის შესრულება ეგრეიოლი არ არის. თუ ამას ცდილობს ადამიანი, ესე იგი ის სიწმინდისაკენ მიისწრაფის და თუ ადამიანი გულით წმინდა არ არის, ის ღმერთს ვერ იხილავს. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენი ხორციელი თვალებით არ იხილება. ისე როგორც ზოგიერთმა ურწმუნომ თქვა, აიო კოსმოსში ვიყავიო და ღმერთი აბა გინახიათო იქ სადმე დაინახეთო და ღმერთი არ იხილება ამ ხორციელი თვალებით. ღმერთი გულის თვალებით იხილება და ისე როგორც ხორციელად დაუშვათ აი სათვალე რო უკეთია ადამიანს თუ ჭუჭკიანია ეს სათვალე წინ ვერაფერს ვერ დაინახა. თუ სულიერი თვალი ბინძურია, წინ ვერაფერს ვერ დაინახა. თუ გულის თვალები ბინძურია, ღმერთს ვერ დაინახა. სულ ღმერთის წინ დაგაყენო, ღმერთს შენ ვერ დაინახა. რა არ იდგნენ ღმერთის წინ. რამდენი ადამიანი იყო და არამც თუ ვერ დაინახეს, არამედ იმდენად მოიძულეს, რომ ჯვარზე გააკრეს. შეიძლება ესე იგი აი ადამიანმა გული განიწმინდოს, ღმერთი დაინახოს და აი ღმერთთან ყოფნა აბედნიერებდეს და მას შეიძლება მეტი არაფერი არ ჭირდებოდეს ბედნიერებისათვის. მაგრამ ადამიანები, რომლებიც აი ამ ცნებებს გვერდსულიან და ამ ცნებების მიხედვით არ უნდათ რომ იცხოვრონ და შესაბამისად ბედნიერებიც არ არიან, იმიტომ რომ ნეტარება სწორედ ბედნიერებას ნიშნავს. ცდილობენ რაღაცა სხვა ალტერნატიული გზა გამოიგონონ ბედნიერებისათვის. რაღაცა ღმერთის გვერდისავლით ცდილობს ადამიანი ბედნიერი იყოს და ეს არ არის ბედნიერება. თვითონ ის ადამიანებიც, ვინც ამას ცდილობს და ესწრაფის, ყველაზე უკეთ მათიციან, რომ ისინი ბედნიერები არ არიან. მაგრამ ათასგვარი ცდილობა არსებობს იმისათვის და როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, იტანჯებიან ადამიანები იმის გამო, რომ ისინი აღსარებას არ ამბობენ. აღსარება არის ის, რის გამოც ღმერთი ადამიანს ანუგეშებს, რის გამოც კვლავ დაინგრევა ის კედელი ჩვენსა და ღმერთს შორის აღმართული და ჩვენ გვექნება მისასვლელი ღმერთთან, რომელიც არის წყარო ყოველგვარი სიხარულისა და ბედნიერებისა, ყოველგვარი სიკეთისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი, რომელიც ჩვენს უძლურებებს განსცმებს, ჩვენს ნაკლოვანებებს აღმოავსებს და ადამიანი განიღრთობა ღმერთთან ურთიერთობით, აღსარებით და ზიარებით. და თითოეულ ადამიანს ღმერთმა აღუთქვა, რომ მას განაღრთობდა თავისი მადლით. და ადამიანს არჩევანი აქვს ახლა. ჩვენ თითოეულს არჩევანი გვაქვს. აი გუშინ რომ სახარება წავიკითხეთ 60 ქულამ. ვინც ესწრებოდით წირვაზე, მოციქული პავლეს სიტყვები იქნა ამოკითხული, ის ამბობდა, რომ არა მაქვს აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმეს ამას ვეძიებთ. ჩვენ სამუდამო სამკვიდროდ აქ კი არა გვაქვს მიწაზე ქალაქია, არამედ იმ მერმინდელ ქალაქს ვეძიებთ. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა აქ ხელები ჩამოუშვას, აღარაფერი აკეთოს და იმ ქალაქს ეძებს, არამედ ქმედითად ეძიოს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ თავისი სახლი არ ააშენოს, იმიტომ რომ იმ ქალაქს ეძებს. აქაც სანამ პირში სული უდგას, კიდევაც უნდა ააშენოს, კიდევაც უნდა დათესოს, კიდევაც უნდა დაოჯახდეს, კიდევაც შვილები უნდა აღზარდოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ყველაფერი იმ შეგნებით, რომ აქ სამკვიდროდ კი არა, არამედ იქაური ქალაქისთვის მოამზადოს საკუთარი თავიც და საკუთარი შვილებიც. აი წუხელ კითხულობდი სწორედ შვილებთან დაკავშირებით და ახლა რამდენი ადამიანია ხო აი გაწამებული, განერვიულებული შვილების გამო და წმინდა პაისი ათონელის საუბრებია ძალიან კარგი, თქვენიც ტექსტომად გამოცემული, მას კითხულობდი და იქ ამბობდა, რომ თუ ადამიანიო შვილებს ზრდის, იმიტომ რომ აი უბრალოდ კარგი შვილები ყავდეს, აი კარგი შვილები რომ ყავდეს, რომ ვინმემ რამე არა თქვას, ამის შვილები ასეთები არიან, ისეთები არიან, მაშინ ღმერთი არ ეხმარება.
მაგრამ თუ ადამიანი იმაზე ფიქრობს, რომ ჩემი შვილები მარადიულად არ დაიტანჯონ და სასუფეველში იყვნენ და ამაზე ზრუნავს და შვილის აღზრდა სწორად ამის გამო უნდა, იქ ღმერთი ეხმარება. ხოდა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ესე იგი, რის გამო გვინდა კარგი შვილები, ეგოისტურად, რომ აი მეზობელმა თქვას კარგი შვილი ყავსო და ან ვინმე მართქოს, რომ რა ცუდი შვილები ყავსო, მაგითო გვინდა? თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს ჩვენც და ჩვენი შვილებიც ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ და რა იქნება მათთვის მარადიული ხვედრი. აქ რო დროებით რაღაცა წამოსტკივდება, ყველა მიცის მშობელი უფრო მეტად განიცდის და ტკივა და ნერვიულობს, არა? და ეს დროებითია ის ავადმყოფობა, მაგრამ იქ მარადიულ სამყოფელში მას რომ რაღაცა სატანჯველი ქონდეს და მშობელი ამაზე ფიქრობდეს, გაუძლებს მაგას მშობელი, აი აქ რომ ამაზე დაფიქრდეს, გაუძლებს რომ არ დაიწყოს მერე ამაზე ზრუნვა? ვერ გაუძლებს და დაიწყეს მართლაც. ამიტომაც აი ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი შვილიც ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. ჩვენ შვილსაც ელოდება ან მარადიული სატანჯველი, ან მარადიული სიკეთეები, მარადიული სიხარული და მაგ საზომით უნდა, აი მაგ კუთხით უნდა უყურებდეთ მერე უკვე ჩვენი შვილების აღზრდასაც, რომ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ აი შვილი რაღაცნაირად ღმერთს ჩააბარა და ღმერთთან იყოს დაკავშირებული. შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდანაც და ჩვენი შვილების მხრიდანაც, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი სწორი ორიენტირი ქონდეს ადამიანს, რისთვის უნდა აღზარდოს შვილები სწორად. არა ეგოისტურად, საკუთარი თავისთვის, არა ამპარტავნულად, რომ სხვამ შეაქოს ჩვენი შვილები, არამედ სწორედ რომ ღვთისმიერად, რომ ესე იგი მიზანი იყოს სწორი. აი ამაშია მთელი ამბავი. ჩვენთან სტუმრად არიან, თუმცა ჩვენ ყველანი აქ სტუმრად ვართ ღვთისმოფრეში. სპორტსმენები, გოგონები, 10 მწვრთნელი, ეს საქართველოს ნაკრების წევრები არიან და ხვალ თუ ზეგ მიდიან შეჯიბრებაზე, ხო მართალია? ესე იგი, ჩვენ რომ აქ შეჯიბრება გვაქვს ხოლმე, თუმცა ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, იმ შრომასთან, რაც თქვენ გაციეთ, ეხლა რომ იქ მიდიხართ, შეიძლება ზღვაში წეთი იყოს. რასაც აქ შრომობენ, რომ რაღაცა იმეცადინათ თუ სხვა. ზღვაში წეთი შეიძლება იყოს. თქვენ დიდი შრომა გიწევთ, ესე იგი და მე გისურვებთ, რომ თქვენი შრომა დაფასდეს. თუმცა იქ ყველა შრომა უწევს, ხო მართალია? ამიტომაც თუ თქვენ დამარცხდებით და სხვა გაიმარჯვებს, თქვენ მისი შრომაც უნდა დააფასოთ, ვინც გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მანაც ხო ასე იშრომა, ხო მართალია? თუ დაუშვათ თქვენ გაიმარჯვებთ და ის დამარცხდება, იქაც აჟიოტაჟი მე ვფიქრობ, რომ არ ღირს, იმიტომ რომ მან ხო იშრომა, ვინც დამარცხდა. ხო და ამდენი შრომა გამარჯვების გარეშე რო დასრულდა, ხო ისიც სადღაც შესაბრალისია. ხო და აი ესეც გასათვალისწინებელია, ესე იგი. მე პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ღირსეული გამარჯვებაც კარგია და მარცხიც მისაღები. ღირსეულად რასაც გააკეთო. ესე რომ აი მოწინააღმდეგეც აქ პირობითია, თორე ჩვენ საკუთარი თავი გვეწინააღმდეგება პირველ რიგში, საკუთარი სიზარმაცე გვეწინააღმდეგება. მე თუ 2 საათს ვივარჯიშებ სახლში, 2 საათს ვაჯობებ ჩემს სიზარმაცეს და შენ თუ 4 საათს საჯობებ შენ სიზარმაცეს, არა? შენ უფრო გაიმარჯვებ, იმიტომ რომ შენ ჯერ შენს თავს მოერია, ეგრე არ არის? ჯერ შენ უნდა მოერიო შენს თავს, აჯობო, გადალახო შენი ადამიანური სხვადასხვა მიზნები თუ სისუსტეები თუ დაბრკოლებები, შენს თავზე გაიმარჯვო და მერე უკვე შეიძლება სხვაზეც გაიმარჯვო. ესე რომ აი მე გისურვებთ, რომ თქვენი შრომა დაფასდეს და ეს არ იქნება მარტო თქვენი გამარჯვება. ეს იქნება თქვენი მწვრთნელის გამარჯვებაც, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. და ეს იქნება იმ ბავშვების გამარჯვება, ვინც თქვენ შემოგყურებთ.
თქვენი გამარჯვებით შეიძლება სხვა ბავშვებმა ძალიან დიდი სტიმული მიიღონ. აი ახლა ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ, მათი შემხედარე, აი მე მაგალითად შეხება მაქვს აი ფეხბურთთან და მათი შემხედარე დღეს გოლში ძალიან ბევრმა ბავშვმა დაიწყო ფეხბურთზე სიარული, რომლებიც მანამდე არ დადიოდნენ. აი რაღაცა ამ ბიჭების გამომით. ალბათ თქვენ სპორტშიც ასე არის. მე უბრალოდ კარგად არა ვარ ჩახედული, მაგრამ ზოგადად ვამბობ, აი ერთის წარმატებით მეორეს იმედი უჩნდება, რომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ. თუმცა ჩვენაირ პატარა ქვეყანას. ხო, აი სადღაც შეიძლება წლების წინ ვიღაცას იმედი ქონდა დაკარგული, რომ აი აზრი არ აქვს ახლა ფეხბურთზე სიარულს, იმიტომ რომ არანაირი გასაქანი არ არის და წარმატებელს არ არის და დღეს რომ ბიჭებმა გზა გაკვალეს, უკვე ბევრს გაუჩნდა იმედი. ესე იგი შესაძლებელია. და მე გისურვებთ, რომ თქვენც ბევრი ადამიანისათვის იმედიდან უგეში ყოფილიყავით და ბევრი ადამიანი, ესე იგი, ბევრი ადამიანისთვის გადაგეწყვეტინებინოთ, რომ სპორტული ცხოვრება დაიწყოს. მე შეგვეციოს ყველას, მერთმა დალოცვილი და გახარებულები გავხდეთ.